დღეს ჩვენ გვინდა მოვეფეროთ გაზაფხულის მოსვლას, დედის დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს. ეს ღონისძიება ჩვენ გვინდოდა და უფრო ადრე ქონდა დაგეგმილი, მაგრამ ყველა მიცით, რომ ამინდის გაუარესების გამო რაც ცოტაც შევფერხდით და ამიტომ დღეს გვექნება ეს ღონისძიება. მოწვეული ყავს ქალბატონები, პოეტი ქალბატონები, ცნობადი სახეები, რა თქმა უნდა, მაგრამ იმას გარდა კიდე რამოდენიმე ყავს, ვინც წერს და არ ვიცოდით და საზოგადოება მარიცის. ამიტომ ამ ქალბატონების გამოჩენა გვინდა. ზესტაფონის საქალაქო ბიბლიოთეკა დღეს ატარებს ღონისძიებას მიძღვნილს 8 მარტის დღესასწაულებისადმი და მოწვეული ყავს ზესტაფონელი პოეტები. ჩვენთვის ცნობილი ადამიანები თამარ გველესიანი, ნინო გაგოშიძე, ქალბატონი ნანა ჩიტორელიძე და ორი ახალბედა პოეტი, რომელიც გვინდა მსმენელს გავაცნოთ. აი ესეთი პოეტები არიან, რომლებიც მხოლოდ თავისთვის წერენ და საზოგადოებას არ უმხელენ და ჩვენ ახლა საიდუმლოს გავამხელთ და გავაცნობთ მათ შემოქმედებას მსმენელს. დღეს ქალბატონებთან შეხვედრას აწყობს ჩვენი ბიბლიოთეკების გაერთიანება და მივიღეს მოგზაურებული მოპატიჟება ჩემი ნამდვილად მოგზაურებული პოეზიით ვაპირებ რამოდენიმე ლექსის საკითხვას და უფრო მეტად მაქვს მოლოდინი გავიცნო ის ახალგაზრდები, რომლებიც ახალ სიტყვას იტყვიან პოეზიაშიც და ალბათ ჩვენი ქალაქის ისტორიაში წარმატებებს უსურვებთ თითოეულ მათგანს. სასიამოვნო განწყობა გვაქვს ამ ეტაპისთვის და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად ჩაგვეყო. ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი არის დღევანდელი დღე ეს ფაქტი. პირველ რიგში მინდა მიულოცო თითოეულ ქალბატონს გაზაფხულის მობრძანება, მინდა რომ გაზაფხულით ლამაზები და მშვენიერები ყოფილიყვნენ. და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, ჩემთვის არასდროს არ ყოფილა პრიორიტეტი რომ ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო ჩემი თავი და ვფიქრობ რომ რაღაც დოზით ვაშავებდი ჩემ თავთან და აწი შევეცდები რომ უფრო ფართო წავდგე საზოგადოების წინაშე. რა თქმა უნდა, მადლობას მოვუხდი ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკას.